გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ეგრეთ წოდებული unboxing-ი რამოდენიმე სახის თამბაქოსი, რომელიც მივიღე ამერიკის შეერთებული შტატებიდან გზავნილად. ბოდის გიხდი ჩემი არარესპექტაბელური გამომეტყველებისთვის, უბრალოდ დასვენების დღეებია და ვისვენებ და ვასვანებ განსაც. ზერ გავყარსავარ ბოდის გიხდი. ჩავევიდა თამბაქო ისეთ მდგომარეობაში არის ყუთი. მიტყობა საბაჟოზე, ესე არ არის ყოველთვის საბაჟოზე გახსნილია და თავიდან შეფუთული არის, ესე არის დასკოჩილი, მაგრამ შეიძლება გადამზიდავმა, გადაფუთა და შეამცირა. არ ვიცი. მე ყველაფერი რიგზე იქნება. არა, ვატყობ, რომ ფაქტია, რომ გახსნილია ყუთი ერთჯერობით. ეს არის ქარხნული შეფუთვა. სამივე თამბაქო ადგილზეა, ინვოისი არ არის, ეთქობა სავარაუდოდ საბაჟოზე არის გახსნილი, შეამოწმეს რაიმე აკრძალული ხო არ არის, ანუ რა მივიღეთ. Half and half-ი, ესეთ კისეთში. ბერლია უმეტესწილად ამაში სუფთა ბერლი. ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული ძალიან მაინტერესებდა, არ მომიწევია ჯერ, თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. სააფთიაქო ნაზავს ეძახიან. გეტყვით შემდეგ რატო სააფთიაქო. ხო? სუფთა ბერლი. არა, კარგი. სონი მოდის. მეორე ეს ლეგენდარული Sir Walter-ი Oud Aromatic. აი ჩვეულებრივი Sir Walter რეგულარი ქვია, მე მგონი, ისიც არის, ისიც სააფთიაქო თამბაქოების რიგში. ეს ცოცხალი თუ როგორ ქვია, ლეგენდა თამბაქოს ინდუსტრიაში. ამას სასიამოვნო ლიქიორის თქო შოკოლადის თუ ალუბლის სადღაცა ესეთი გემოება აქვს. სწორედ რაც ყველაზე მთავარია, მივაგინი აი ესეთ რაღაცას. 100 ტონი თამბაქო, ნე? ესე არის 2 უნცია. 2 უნცია არის, მგონი 1 უნცია 50 გრამამდეა, არა, 50 უნცია. სადღაც 60 გრამამდე იქნება. მაგრამ რაში არის საქმე? ეს არის დანჰილის ცნობილი აი მიქსტურა 9-6-5. დანჰილის, რომელიც ახლა უკვე პეტერსონმა შეიძინა, ის ორიგინალურ შეფუთვაში ღირს ძალიან ძვირი. ნუ 3 მაგი. ეს რაოდენობა რო შეიძინათ ორიგინალურ შეფუთვაში 3 მაგი უნდა გადაიხადოთ. და ეს არის ფირმა Sutliff-ი, რომელსაც აქვს ლიცენზია და აქვს როგორი ლიცენზია, ანუ არა აქვს, ამბობენ რომ ზუსტად იგივე არის, რომ არა აქვს უფლება იმ საფირმო კოლოფში რომ ჩადოს და გაყიდოს. ხოლოდ აი ესე წონით. სუნით, მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ისეთივეა, როგორიც აი მე მაქვს. ეს დანჰილ პეტერსონის ეს ნაზავი, ძალიან მიყვარს ეს ნაზავი და ამიტომ შევიძინე ფაქტიურად აქ არის თითქმის 2 კოლოფის რაოდენობა. ამას გადავიტანი ჰერმეტიულ ბოქსში, თუ ღოჩი გაჩვენებთ შემდეგ რომელშიც და მოათავსებდა. ამათ უკვე დაგემოვნებას და ტესტს შემდეგ გაჩვენებთ. აი ეს როგორ შეფუთულია. აი ეს ამოტომბოლია. კი. თქო სპეციალური აპარატით. ვაკუუმი, ხა ის ვაკუუმი შეიძლება ისეთი არ არის, როგორიც არის შეფუთვებში, მაგრამ აი ახლა ვატყობ, რომ ამოტომბოლია აერი. ანუ ესე იგი სანამ ამას გავხსნით, არ ვიჩქარებ მაშინ გახსნას. როგორც კი გავხსნი პირდაპირ ჰერმეტიულ ბოთლში გადავიტან და იმასად არის. გაჩვენებთ. ეს აუცილებელი არის. რო გქონდეთ ორლებს, აი. ნახეთ, გამზადებულიც კი მაქვს, აი ესეთი. ძალიან
ჰერმეტიულად ხურება. ამაში მგონი ეს ჩაეტევა არ ჩაეტევა და აი ეს სტიკერი გავაკეთე, აი ამის აი ამ თამბაქო არის. ნახოთ, დავაკეთებ სამივე თამბაქოს ესტერებას. აქაც უმეტესობა ბერლია და არომატები დამატებული. რასასია მამა. სუნიაქს. ელფენთელფი ეს არის სუფთა ბერლი. არის მოყვარულები, რომლებიც სუფთა ბერლის ეწევიან, მე ჯერ მაქვს მოწეული, აი ეს ჭარბი ბოლი, რაღაც თავისებური არომატი აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ბერლი გამოიყენება სხვა ნაზავების შესაქმნელადაც. აი ამ სუფთასაც დავაგემოვნებ და შემდეგ გეტყვით. ხო, რაშია საქმე ახლა? ეს ელფენთელფის იმაზე გეტყვით. მაგალითზე რატო სააფთიაქო ნაზავი? ძალიან დიდი ხნის წინ იყო თამბაქოს მაღაზიები, სადაც თამბაქოს მაღაზიის გამყიდველი, ისე როგორც აფთიაქარი იყო, რომელსაც იცოდა სხვადასხვა ნაზავების შექმნა, შეზავება, მას ჰქონდა აი ცალკე ბერლი, ვირჯინია ისინი და მივხვდოდი რაღაც ერთ მარკასაც მოგცემდა, მაგრამ ინდივიდუალურად რაღაცას დაგიმზადებდა, შეგიმზადებდა. იმ თაობის ვარ აფთიაქებში რო წამალს ამზადებდნენ, აი ამიტომ ამას ადარებენ. სადღაც ეხლა ამდენმა თაობამ მგონი აღარ ეცეთ, მაგრამ ჩემ დროს იყო რომ აფთიაქში მივხვდოდი რაღაც წამალს ეთქოდი და აი მას როგორც ნაზავს გაგიგეთებდნენ, აი ესეთ სტიკერს დააკრავდნენ და მოგაწოდებდნენ. აი ასე იყო. და აი ესეთ ძველ აფთიაქებში საუკუნის დასაწყისში იყიდებოდა შეგეძლოთ მისულიყავით და პირდაპირ თამბაქოც კი გეყიდათ, ანუ აფთიაქში იყიდებოდა თამბაქო. იყო აი ესეთი დრო. და ამიტომ აფთიაქარს ახლა რაღაც ნაზავების გაკეთების ის არ ქონდა, არც დრო, არც ამდენი თამბაქო ქონდა მას, რომ შეეზავებინა სხვა თამბაქოები, ამიტომ იქ იყიდებოდა მხოლოდ მზა. აი სუფთა ბერლი ან სუფთა ვირჯინია და იმ თამბაქოების რაღაც ნაწილის ყიდვა შეიძლებოდა აფთიაქში და აი ამ თამბაქოებს დაერქვა ეგრეთ წოდებული სააფთიაქო თამბაქოები და ეს სახელი დღემდე შემორჩა აფთიაქებში აღარ იყიდება, მაგრამ იყიდება მაღაზიებში და აი ეს რეცეპტი, ეს ელფენთელფი და სერმოლტერი რეგულარი. მგონი რეგულარი ქვია. შემდეგ როცა ჩავმე გავაკეთებ იმაზეც. მოხილვას ეწოდება ეგრეთ წოდებული სააფთიაქო თამბაქოები, ზირთად ერთი ტიპის არის სერმოლტერი სუფთა ბერლია. ესეც სუფთა ბერლია, მაგრამ დამატებული აქვს რაღაც პატარა ამერიკული რაღაც სახეობა თამბაქოსი ნაზავი, coal smoking, ანუ ცივი მოსაწევი. ეს რამდენიმე ვიდეოში მგონი ახსენე, ახლა ცივი როგორია, თამბაქოს ოლი, მაგრამ ითვლება ცივი ის ვაი გრილად უნდა მოიწვიოს, ძალიან არ უნდა დაკაჩოს და აი ესეც გამოცდილებაში მოდის წევის. წევის როგორ თქვი, ხა სწორად თქვი თუ არ ჩავწვიო. ორნაში ნელ-ნელა მოგივათ ეს გამოცდილება, როგორ უნდა მოწვიოთ თამბაქო ის, რომ ეს თამბაქოსგან ჩუბუხისგან წამოსული ბოლი იყოს ეს წოდებული გრილი, ცივი. დარჩენი შემდეგ დავაკეთებ ამას. მოვწევ და როცა თქვენთან ერთად დავაგემოვნებ.